სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღეს ნაცვლად სახარების ირგვლივ საუბრისა მინდა გესაუბროთ სულ რამოდენიმე კვირის წინ მომხდარ ამბავზე, რომელიც ჭეშმარიტების მტრებს, ანუ ეკლესიის მტრებს უნდათ წარმოაჩინონ როგორც კეთილი დადებითი მოვლენა. გულისხმობ რომის ლათინო-პაპისტური შესაკრებლის ხელმძღვანელის პაპის სტუმრობას კონსტანტინოპოლში, სადაც იგი ეკლესიის კანონების უხეში დარღვევის, ესე ვთქვათ, დარღვევით დააყენეს წმინდა ლიტურგიაზე და მასთან ერთად ილოცეს. მოიხსენიეს ის დიპტიხში, როგორც რომის საყდრის მპყრობელი, რომელიც ის არ არის. აი უკვე მე-11 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ გამომეორდები, ჭეშმარიტების მტრებმა სცადეს რომ გაასაღონ, რომ კარგი რამ მოხდა. როგორც ყოველთვის გამოიყენეს სიტყვები, როგორიც არის სიყვარული, ერთობა და მშვიდობა. და ცდილობენ, რომ უბრალო ხალხს შეასაღონ ეს მოვლენა, როგორც ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი, როგორც აკარგული აღდგენის და თავიდან პოვნის, ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი. ეს რომ ესე არ არის, ეს ცალსახაა და ნათელი. ეკლესიაში არ მომხდარა გაორება. ეკლესიას მოწყდა მისი საკმაოდ დიდი ნაწილი დასავლეთის პაპისტური შესაკრებლის სახით მათი მწვალებლობიდან გამომდინარე. ეკლესიასთან ერთობის აღდგენა მათთვისაც ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა ადამიანისთვის. როგორ აღვადგენთ ჩვენ ერთობას ღმერთთან, როდესაც მას ჩვენ დავკარგავთ ხოლმე ნებისმიერი ჩვენი ცოდვის გამო. რომელი საშუალება იცის ეკლესიამ? ეს არის აღსარება. სინანული საკუთარი ჩადენილი ცოდვის გამო პირობის დადება ის წინაშე, რომ მას ჩვენ აღარ გავიმეორებთ და აი ამის შემდგომ სინანულის საფუძველზე ხდება თითოეული ჩვენთაგანის ღმერთთან კავშირის ხელახლა აღდგენა. იგივე შეიძლება კი არა, იგივე არის სწორედ ლათინო-პაპისტებთან მიმართებაშიც. ეკლესია მათ ელის და როგორც სახარებაში რომ არის, რომ აი დაკარგულ ცხვარს რომ მიპოვის და უხარია, ასე გაუხარდება ეკლესიას, ასე გაუხარდება ჩვენს უფალს იესო ქრისტეს მათი მობრუნება დედა ეკლესიის წიაღში. ოღონდ სინანულის საფუძველს, ოღონდ შეცდომების, იმ საშინელი შეცდომების აღიარების საფუძველზე, რომელიც მათ ჩაიდინეს. და გულისხმობ არა მარტო იმ მიზეზს, რომელიც თავიდან იყო ფილიოკვეს რო ეძახიან სულიწმინდის დამცრობას მათ მიერ, არამედ უამრავ სხვას, რაც მას შემდგომ კიდე მათ საკუთარ წიაღში მიიღეს. ეს იქნება ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ ცდარი დოგმატი, ეს იქნება პაპის უცდომელობის დოგმატი, ეს იქნება უფუარი პურით ზიარების თუ ასე შემდეგ, ნათლობის წესის შეცვლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანამ ეს ეკლესია ამ ყველაფერს, ეკლესიაც არც მინდა უწოდო მას, ეს შესაკრებელი არ უარყოფს აი ამ ცდომილებებს, საქვეყნოთ არ აღიარებს საკუთარ ცდომილებას და ცრემლით არ ითხოვს შენდობას დედა ეკლესიისგან, მანამდე მათთან აი ეს ცრუ
ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ვითომ ერთობა ემსახურება მხოლოდ ეკლესიის ჭეშმარიტი შვილების ჭეშმარიტი გზიდან გადახვევას და მეც არაფერს. ერთობა კარგი სიტყვა, ძალიან კარგი სიტყვა და ჩვენ ხშირად ხმარობთ ამ სიტყვას. მაგრამ თუ ერთობის შემადუღაბებელი არ არის ქრისტე და მისი სწავლება, მაშინ ეს ერთობა არ არის ერთობა. ასეთი ერთობა ქრისტეს არ უყვარს და ამას სახარებაში თვითონ გვეუბნება მაცხოვარი და გვასწავლის, რომ მე მოვედი მახვილი მოვიტანე ამ ქვეყნად. არა იმისათვის, რომ შევაერთო, არამედ იმისათვის, რომ გავყო. რა გაყოფაზე საუბრობს უფალია? სწორედ ამ გაყოფაზე. უფალი მოვიდა დედამიწაზე იმისათვის, რომ სიმართლე, ჭეშმარიტება, კვეთრად, აი როგორც მახვილი ყოფს ყველაფერს ერთი მეორისგან, ასე გაყოს ბოროტებისაგან და სიცრუისაგან. აი ამისთვის მოვიდა უფალი, რომ ბოროტება გაყოს ჭეშმარიტებისაგან. და ჩვენ აი ამ რამოდენიმე კვირის უკან მოვესწარით სწორედ ამ მახვილის გვერდზე გადადებას და ღვთისნების წინააღმდეგ ვითომ რაღაცა ერთობის, ესე ვთქვათ, სურვილს. და ხალხს უხარიათ მოტყუებულნი, რომ აი წაიკითხა ნიკეის კრება. ესე იგი, როგორი სულელები ვგონივართ, ვიხმარ ამ სიტყვას. როგორი სულელები ვგონივართ, როგორ ზედაპირულები ვგონივართ, რომ არც კი ჩავიხედებით რა ქნეს, როგორ ქნეს. ნიკეის კრებაზე სულიწმინდის საკითხი, რისთვისაც ისინი ეკლესიიდან განიკვეთნენ, საერთოდ არ იყო განკითხული. საერთოდ არ იყო განსჯილი და იქ წერია სულიწმინდა უფალი, მორჩა. აი ჩვენ ხო დღეს ვკითხულობთ, რომ ვამბობთ სულიწმინდაზე, რომელიც გამოვალს მამისაგან. ხო? ამას ხო ვამბობთ და ხო ვამბობთ, რომ ის არის თანასწორი მამის, ძის მერთობაში, თანაარსი, დაუსაბამო მათთან ერთად. ერთი ძალაუფლების მქონე, ერთი ბუნების მქონე. ხო ვამბობთ ამ ყველაფერს. აი პირველ მსოფლიო კრებაზე, ნიკეის კრებაზე ეს არაფერი არ იყო განკითხული, იმიტომ რომ ეს საკითხი არ იდგა, პრობლემა არის. და იქ არის ნათქვამი, რომ სულიწმინდა უფალი. აი ეს წაიკითხა, მეტი კი არაფერი. ესე იგი, რამდენად გონიათ, რომ ჩვენ ისეთი ზედაპირულები ვართ და არაფერს ამას არ დავაკვირდებით, რომ ეს შემოგვასახეს, რომ აი ჩვენი მრწამსი თქვა, არ უთქვია ჩვენი წამსი. ჩვენი წამსი, რომელიცაც დღეს ჩვენ ვკითხულობთ და რომელსაც ვამბობთ, რომ ჯერა და ასე ვაღიარებთ ღმერთს, არის ნიკეა კონსტანტინოპოლის კრების მრწამსი. და არა მხოლოდ ნიკეის მრწამსი. ამიტომ მას არაფერი არ უღიარებია და ის არაფრის აღიარებას არც ფიქრობს. გამორიცხული. მაგრამ უნდათ რა, რომ შეაცდინონ, აი როგორც ცოდვილი კაცი, ხო იცით? აი, როგორ თქვა, უბანში რო ყოფილა ერთი ცოტა ისეთი გაფუჭებული ბავშვი და ყველას გაფუჭებას რო ცდილობს, რომ მერე მშობლებთან არავინ დაასმინოს. დაახლოებით ესე იქცევა. უნდა რომ ყველგან ჩავიდეს, ყველგან გააფრთხოს სიტუაცია, ყველა გათხვაროს თავისთან ურთიერთობით. აგერ ახლა ჩვენთანაც აპირებს ვიზიტს. ჩვენ უნდა ვილოცოთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომ ეს ვიზიტი არ შედგეს. ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ მის პაპის ვიზიტს ჩვენთვის კარგი არასდროს და არაფერი არ მოუტანია. არასდროს და არაფერი ისტორიის განმავლობაში. არც ეს ვიზიტი არ მოგვიტანს არაფერს კარგს. რაც არ უნდა დიპლომატიური ეძახონ მას და რაც არ უნდა თქვათ საჭირო ეძახონ. არც ჩვენი ვიზიტები იქით. მათთან გალობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგს კი არა დაგღუპავს. ჩვენი ერთადერთი მშველელი, გადამრჩენელი დღემდე იყო ყოველთვის უფალი იესო ქრისტე და ჩვენი მართალი სარწმუნოება, რომელსაც ქართველი კაცი ჯიუტად იცავდა და იცავს. ამის ხარჯზე ვარ დღემდე ჩვენ მოსული და არა დიპლომატიის ხარჯზე. კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ქცევები ყოველგვარ ზღვარს ცდება. ყოველგვარ ზღვარს ცდება. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, არად აგდებს ეკლესიის
კანონებს. ცალსახად უარყოფს მათ და პირდაპირ ვიტყვი, სავარაუდოდ ალბათ არც პატივს სცემს ჩვენს რწმენას. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა. მას უპყრია ის საყდარი, რომლის მპყრობელიც იყო ფოტი დიდი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია პაპიზმთან ბრძოლას, უпростоრედ პაპიზმის სიცრუესთან ბრძოლას. ეს საყდარი უპყრია მას. მან ალბათ უნდა დაფიქრდეს, ვინ უფრო უყვარს. წვალებლური თავშესაყრის პირველი პირი თუ მისი საკუთარი წინაპარი, რომელმაც მანამდე, აი დღემდე მისთვის მოიტანა ეს საყდარი. უნდა დაფიქრდეს, მარკოზ ეფესელი უფრო უყვარს თუ პაპი. იმიტომ რომ მარკოზ ეფესელმა ცალსახად დაგვიწერა ანდერძი, რომ ვინცო მათთან რაიმე ურთიერთობაზე წავა, ჩემ საფლავზეც არ მოვიდეს. დარსაც არ მინდა მათი ნახვა. აი ამ ყრილობის უფროსზეა ლაპარაკი. ეხლა არ მინდა ძალიან დიდხანს გავაგრძელო სიტყვა, თორე უამრავი წმინდანი არის, რომელმაც თავი შეაკლა იმას, რომ პაპიზმს არანაირი შემოსასვლელი ჭუჭრუტანაც კი არ დაეტოვებინათ პაპიზმისთვის ერთი წმინდა კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის შემოსასვლელი. ჩვენ კი ესე აი ღიად უღებთ კარს, ვაყენებთ მას, თითქოს ესე ვთქვათ, პატივდებული ადამიანი იყოს, თითქოს ქრისტეს მსახური იყოს. არ არის ის ქრისტეს მსახური. ის არის ანტიქრისტეს მსახური. ამიტომ არ მოუთხოვდეთ. ფიქრობ უკვე დროა, რომ წმინდა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებებს სახელი დაარქვეს. იმიტომ რომ ასე ნელა-ნელაობით, ასე ჩვენი სიჩუმით ეს ადამიანი ღუპავს ადამიანის სულებს. პირდაპირ ღუპავს ადამიანის სულებს. იმიტომ რომ ვინც მას უჯერებს და ამ ერთობაში შედის კათოლიკურ ეკლესიასთან, ის თავს იღუპავს, არც მეტი, არც ნაკლები. ისი ცხონების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ხდება, თუ არ შეინარჩუნებს. ეს ადამიანი ამას ქადაგებს, საქვეყნოდ ქადაგებს და მომხრეებს იმრავლებს. და აი აქ, მოიცით, ეს გამონათქვამი რო იყო, ქურც რა უნდა და ბნელი ღამე. სწორედ ჩვენი სიჩუმე იქნება ამ შემთხვევაში დანარჩენი ეკლესიის სიჩუმე იქნება ის ბნელი ღამე, რომელიც ქურს სჭირდება იმისათვის, რომ საკუთარი საქმეები აღასრულოს. მადლობა უფალს, რომ ჩვენი ეკლესიაში უკვე ორმა მღვდელმთავარმა საჯაროდ ამბიონიდან ამხილა ეს მოვლენა, რაზეც დღეს მე გესაუბრებით თქვენ და დაგმო. მადლობა უფალს ამისათვის. იმეც ვიტოვებთ, რომ დანარჩენი ეპისკოპოსებიც შეუერთდებიან მათ აი ამ სიტყვას, ისინი თავის სიტყვას იტყვიან და საქართველოს ეკლესიაც უკვე ოფიციალურ დონეზე რაღაცა თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს და ამხელს ამ სიცრუეს. ამ საბოტაჟს პირდაპირ შეიძლება ითქვას ეკლესიის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ამის გარეშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ჩუმად ვართ და ის თავის საქმეს აკეთებს. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, იმისათვის რომ ბოროტებამ გაიმარჯოს, აუცილებელია რომ კეთილმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ. უბრალოდ გაჩნდა. ჩუმად იყო. ამ შემთხვევაში ბოროტება უკვე თავისას აკეთებს და იმარჯვებს. აი ეს არ უნდა დაუშვათ არც ერთმა ჩვენთაგან. ყველა ჩვენთაგანმა, სადაც ვიქნებით, ჩვენს დონეზე, ჩვენ სათქმელი, სადაც იქნება, უნდა ვთქვათ, რომ ეს ცრუ ერთობა და ცრუ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ დაღუპვას მოიტანს. მხოლოდ და მხოლოდ დაღუპვას. ისინი ხო დაღუპულები არიან, ჩვენც დავღუპავ.
ამიტომ ჩვენ მათთან ურთიერთობა მხოლოდ უნდა გქონდეს ძმური, აი როგორც წარწმენის გზაზე მიმავალ ძმას ებღაუჭები, ცდილობ არ გაუშვა, ეხვეწები რომ არ გინდა დაიღუპები, აი ესეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ჩვენ მათ უნდა ვეუბნებოდეთ. მღვდელმთავარი ნამდვილი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ვინც არის. თუ ის ნამდვილი არის, თუ ის იმ საყდარზე ზის, რომელზეც ფოტი დიდი იჯდა, თუ ის იმ საყდარზე ზის, სადაც იოანე ოქროპირი იჯდა. რიგოლი ღვთისმეტყველი, ასე შემდეგ. მაშინ ის ლათინო პაპისტებს უნდა ეუბნებოდეს, რომ დაიღუპებით. ამ რწმენით თქვენ დაიღუპებით. ასეთი სარწმუნოება თქვენ ჯოჯოხეთში ჩაგიყვანთ. პატივით კი არ უნდა ხდებოდეს და ომოფორს კი არ უნდა აფარებდეს კისერზე და კი არ უნდა ეუბნებოდეს, რომ შენ პირველი ხარ. იმიტომ რომ ეს არის მტრობა უკვე. ეს არის მტრობა, ესე იგი ამაზე მეტი მტრობა რა უნდა იყოს, ხო, რომ ადამიანი იცი რომ უნდა დაიღუპოს და შენ ამას უქონავ პირს. ლამაზი მუსიკის ფონზე ჯოჯოხეთისკენ მიყავს. ეს არ არის სიყვარული, ეს არასდროს არ ყოფილა და ეკლესიას ამისთვის სიყვარული არასდროს უწოდებია. ღმერთმა შეგვაძლებინოს ლოცვა და ღმერთმა შეგვაძლებინოს სწორი სარწმუნოების ყრობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ადამიანის სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მას სწორი წარმოდგენა ჰქონდეს ღმერთზე, სწორად წამდეს ღმერთი. თქვენ ხშირად გაგიგიათ ძველ აღთქმაში. ასეთი სიტყვები არის: ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისააკისი, ღმერთი იაკობისი. დააკვირდით, უამრავი ღმერთი არსებობდა მაშინ. ღმერთი ყოველთვის ერთი იყო, მაგრამ ხალხისთვის სხვადასხვა ღმერთი. ზოგი ცეცხლს აღიარებდა ღმერთად, ზოგი ნიანგს აღიარებდა ღმერთად, ზოგი წყალს, ზოგი ციურ სხეულებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისააკისი, ღმერთი იაკობისი. რატო აკეთებს ესე დღას? აი ის ღმერთი, რომელსაც აბრაამი სცემდა თაყვანს. შენც ისე უნდა სცე იმას თაყვანს, როგორც აბრაამი სცემდა თაყვანს, როგორც ისააკი, როგორც იაკობი. ახალ აღთქმაში ეს ყველაფერი ასე ითარგმნება. ღმერთი მართლმადიდებელ ქრისტიანთან. ამას აქვს მხოლოდ ეს ღმერთი არის მაცხოვნებელი ღმერთი. ის ღმერთი, რომელ ღმერთსაც თაყვანს სცემენ მართლმორწმუნე ქრისტიანები. მხოლოდ ეს, სხვა არა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ ამას ადამიანი სწორად იგებდეს. ნახეთ რა გააკეთეს ეშმაკმა, რა გააკეთა ამ ადამიანების ხელით, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს, ეხლა შეიძლება აღგომი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მასას რა დააჯერეს, რომ ეხლა მე რას ვფიქრობ სულიწმინდაზე, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე ეხლა რას ვფიქრობ იესო ქრისტეზე, ამას ეხლა ღმერთისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს? მე აქ პატარა რას ვფიქრობ, როგორია ის და რანაირია ის? აი ეს დაგვაჯერეს, ჯერ ეს დაგვაჯერეს და შემდგომ გადავიდნენ აი ამ მოქმედებებზე, რასაც ეხლა ისინი სჩადიან. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვექნებოდა მყარი წარმოდგენა, რომ როგორ კაცო, დიახ, მე უნდა მწამდეს სწორედ აბრაამის ღმერთი. მე უნდა მწამდეს სწორედ ის ღმერთი, რომელსაც გადაგებდა პავლე, პეტრე მოციქული. ის ღმერთი, რომლისთვისაც ეწამა შუშანიკ დედოფალი, სწორედ ის ღმერთი. და უნდა მაინტერესებდეს, რომელია ის ღმერთი. როგორ ადიდებდნენ ისინი ამ ღმერთს? რა არის ამ ღმერთისთვის მოსაწონი, რა არ არის? ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ასე უნდა ვფიქრობდე. თუ ასე ვიფიქრებ, მაშინ ესეთ რაღაცას რო დავინახავ, ვიტყვი, როგორ კაცო? ეს როგორ შეიძლება? ეს კაცი ღმერთს სხვანაირად ადიდებს, ეს მათყო არა. ამასთან რა ერთობა უნდა ხო? ეს საცახა იქნებოდა ჩემთვის და ამდენი სიტყვების დახარჯვა კი აღარ იქნებოდა საჭირო. მაგრამ რადგან დაგვაჯერეს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კაცი იყავ კაცური და საცა გინდა იქ ილოცეო, ეს რო დაგვაჯერეს. ეხლა უკვე ბატონო ძნელად გასაგებია ჩვენთვის, რატო არის მწვალებელი რომის პაპა. რატომ არის შეჩვენებული ის? და რატომ არ შეიძლება შეჩვენებულ კაცთან ლოცვა? სახლშიც კი გვეკრძალება.
პირდაპირ გვიწერია რჯულის კანონში, რომ წვალებელთან ერთად სახლში არ უნდა ვილოცოთ. აქ კიდე კაცო შეიყვანეს წმინდა ეკლესიაში და წირვას დაასწრეს. აბა, დაფიქრდით ეს როგორი არის. იოანე ღვთისმეტყველი ასეთ რამეს გვეუბნება თავის ეპისტოლეში, წვალებელსა კაცსა გიხაროდენი არ უთხრაო. გამარჯობა არ უთხრაო წვალებელ კაცს. გამარჯობა კი არა, ჩაეხუტა კაცს. და ამას გვასაღებს, რომ ეს არაფერი არ არის. მაშინ კიდე ერთხელ ვიმეორებ, უნდა აგვიხსნას ამ კაცმა. რატომ უნდა გვიყვარდეს ის უფრო მეტად ვიდრე იოანე ღვთისმეტყველი? რატომ უნდა გვიყვარდეს ის უფრო მეტად და პატივს უნდა ვცემდეთ მის ქმედებებს და საქციელს, ვინემ ფოტი კონსტანტინეპოლი, ვინემ მარკო ზეფესელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უნდა აგვიხსნას. ამაში უნდა დაგვაჯეროს და დაგვარწმუნოს. და მე შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ ეს მგონია რომ ვერ მოხერხდება ვერასდროს. ამას ის ვერ მოახერხებს. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ვილოცოთ, რომ ჩვენში არასდროს არ შემოვიდეს ეს სიცრუე. ერთმა დაგლოცოთ და გაგვ